კარგით, ნახოთ. კარგით, პირველ რიგში აი ეს რაღაცა ის რომ მოგეცით თუ შეავსეთ როგორ იქცები, როცა ტექსტის გაგებაზე ამუშავებთ. ეს ნახეთ, ეს კითხვარი? მე აუტვირთე გუშინ. აი საინტერესოა, მოდით უცბად გავიაროთ, ხო? აი თავიდან ბოლომდე ვაკითხებ მოსავლებს ტექსტს და თან სიტყვასიტყვით ვუსი ვთარგმნი ყველაფერს. ასე ვიქცევით თუ არ ვიქცევით, ხო? მარტივი კითხვარი იყო კი თუ არა? აი როგორია თქვენი პასუხები? იარო ეგა? არა, არ ვიქცევით ასე. არა, რა თქმა უნდა. აჰა. არავინ ასე არ იქცევა. არა. კარგი, თავიდან ბოლომდე ვუკითხავ ტექსტს და თან სიტყვით ვუხსნი ყველაფერს. არც ვუკითხავ მე რო ვიცი. რა თქმა უნდა არა. ხო, რა თქმა უნდა არას რაზე ამბობ, იმ ფაქტზე რომ თქვენ უკითხავთ თუ იმ ფაქტზე რომ სიტყვასიტყვით უხსნით? სიტყვასიტყვით არ ვუხსნით. აჰა. და როგორ ფიქრობთ, როცა ტექსტი გვაქვს, რა ჯობია, მათ წავაკითხოთ თუ ჩვენ წავუკითხოთ? წავაკითხოთ. ჩემი გასაკვირველია, ამას არ მოერიდოთ არაერთი შემთხვევაში. აუცილებელია რომ თქვენ წაუკითხოთ ტექსტი. კი არა, მშობლიურ ენოვან მასწავლებლებსაც ამის რეკომენდაციას ვაძლევთ, მით უფრო როცა კითხვა უჭირთ. რატომ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ჯობია რომ თქვენ წაუკითხოთ? დროშიც მოვიგებთ და თან აუხსნით სიტყვასიტყვით. აი, ესე იგი თქვენ მაინც არ გიჩემდათ რომ თქვენი მოსაზრება უნდა გამოთქვათ, კი არ მოგერიდოთ, კაცო. ხო, ანუ სიტყვასიტყვით აუხსნით, ხო? ამ თქვენ მომხრე ხართ, რომ სიტყვასიტყვით აუხსნათ, ხო? ხო, ის გაუგებარი სიტყვა თუ რამე არის, მაინც აუხსნით, რაღაცას ვაჩვენებთ, მივახვედრებთ და ასე შემდეგ. კარგით. ჩემს შემთხვევაში ბოდიშს გიხდით, ბატონ თამარ, ჩემს შემთხვევაში მაგალითად მე ვუკითხავ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დიდი პრობლემაა დაბოლოების, სიტყვის დაბოლოები და სწორედ წაკითხვის შემთხვევაში. ამიტომაც რომ სიტყვა სწორედ გაიგონ და სწორედ დაიმახსოვრონ, აი მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვუკითხავ მე. სხვათა შორის ძალიან საგულისხმო შენიშვნა არის ესა. საგულისხმო იმას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ აი თვითონ ტექსტის გააზრება არის უაღრესად კომპლექსური პროცესი. ანუ ადამიანი აკვირდება, ამუშავებს მორფოლოგიურად, თქვათ ჩვენ გვაქვს, ხო? თქვათ კაცმა ძაღლს მისცა, მოთხრობითი ბრუნვა გვაქვს, მიცემითი ბრუნვა არის და ეს ყველაფერი კავშირ სიტყვებს, ანუ რა მიმართებებია სიტყვებს შორის აზრობრივად ამას აჩვენებს. მერე ამუშავებს სინტაქსურად გონება იმას ტექსტს, მერე გამოაქვს აკავშირებს ინფორმაციას წინარე ცოდნასთან, ამის გარეშე ტექსტის წაკითხვა უბრალოდ არ ხდება და ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს, იმახსოვრებს და გადადის შემდეგ. ძალიან. და რასაკვირველია, როცა მორფოლოგიური ცოდნა მწირი არის, როცა სინტაქსის ცოდნა მწირი არის, როცა ლექსიკური ერთეულების ცოდნა მწირი არის, მაშინ გაცილებით უფრო რთულია ამ ოპერაციების წარმოება. ეს ერთი, ხო? და კარგად აღნიშნეთ, იმიტომ რომ მორფოლოგიურმა დაბოლოებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს აზრობრივი მიმართებები სიტყვებს შორის და ძალიან კარგ შვებით. ამას ემატება მეორე უბედურება. ჩვენ ავტომატიზებულად ახერხებენ კითხვას თუ არა, როცა ავტომატიზებულად ვერ ვკითხულობთ ტექსტს, ერთხელ მაგალითი მოვიყვანეთ, ვნახეთ ახალბედა მძღოლს რო ელაპარაკები და გაჩერებს, იმიტომ რომ მელაპარაკებიო გეტყვის, იმიტომ რომ ავტომატიზებული არ აქვს და გონება დაკავებულია. მართვის იმითი რომ ეხლა რა ვქნა ეხლა და ასე არის, როდესაც ავტომატიზებულად არ არის კითხვის უნარი, ჩვენ ვფიქრობთ რომ აი გავამთლიანოთ ასოები სიტყვებად და ასე შემდეგ, დაკავებული ვართ ამით. და ამ დროს აზრობრივ ოპერაციებს ვერ ვაწარმოებთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ გვინდა გაგებაზე მუშაობა, უმჯობესია რომ მასწავლებელმა უკითხოს. კარგით, ტექსტის წაკითხვამ და მერე ვარჯიში კითხვაში ჯესტი ეს უნდა ითავოს ენის მასწავლებელმა, მაგრამ საგნის მასწავლებელს შეუძლია მერე მისცეს რომ მაგალითად რაღაც მონაკვეთი, რომ აი რომელიც მოგეწონება შეიძლება ბავშვთვათ ის მონაკვეთი შეარჩიე და მერე მოდი და ხმამაღლა წაგვიკითხე, რომ ცოტა ივარჯიშოს კითხვაშიც. კარგით, ტექსტ ერთში არ უნდა შევურიოთ მოკლედ ეს ორი რამე, გაგება და კითხვაში ვარჯიში.
ტექსტის საკითხამდე ტექსტის ილუსტრაციებზე ვაკვირებ და ამ ილუსტრაციაზე უსვამთ შეკითხვებს, რომ წინარე ცოდნა გავააქტიურო. აი ამას თუ ვაკეთებთ. დიახ. აი როგორ ფიქრობთ, აი ასეთი ტიპის აქტივობა რომელ ენაზე უნდა ჩატარდეს, აი წინარე ცოდნის გააქტიურება. წინარე ცოდნა მშობლიურ ენაზე. აუცილებლად მშობლიურ ენაზე, იმიტომ რომ ქართულად დაიწყებს სიტყვებზე ფიქს ისევ. და იმ წინარე ცოდნას ვერ და რატო არის მნიშვნელოვანია წინარე ცოდნის გააქტიურება? მაგაზე დავაშენოთ ახალი, ანუ თუ წინარე არის ის არაფერი, ვერაფერს ვერ ავაშენებთ. ხო. იმიტომ რომ ამ წინარე ცოდნა იქნება ინსტრუმენტი, რითაც ის ახალ ინფორმაციას დაამუშავებს. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს გააქტიუროს, იმიტომ რომ ეს არ ხდება მექანიკურად. თავისთავად არ ხდება. შეხვდება თუ არა უცნობი სიტყვა, მაშინვე მოხსნით მის მნიშვნელობას თუ არა. მე დაფაზე ვუწერ ხოლმე ქალბატონო. დიახ. და შემდეგ ხსნით ყველა ერთად, მივდივართ ხან სინონიმებით, ხან ნახატებით, ხან რაღაცებით, ესე ხსნით. ყველა უცხო სიტყვას დაფაზე ჩამოვწერ და ტექსტ რო დავასრულებთ, მერე ხსნით. ანუ ტექსტის დასრულების შემდეგ. კი. აჰა. და არა თქვათ აი როცა შეგხვდათ უცნობი სიტყვა, მაშინვე აუხსენით თუ ჯერ არა და მერე. შეიძლება მაშინაც ავუხსნა, მაგრამ დაფაზე მაინც ვუწერ იმ უცხო სიტყვას აუცილებლად. აი მეც დაფაზეც ვუწერ, მაგრამ მე მაშინვე ვუხსნი ხოლმე და დაფაზე რო ვუწერ, მე თვალთახედვით ანუ ამით უფრო ამახსოვრდებათ ხოლმე ჩემი აზრით და მაინც ყველა შეხვედრაზე იქ როცა შემხვდება ახალი სიტყვა დავუწერ ხოლმე და მე კიდე ბოლოს კიდე ვაკითხებ ხოლმე. და ხელმეორე მაგრამ რო შემხვდება იმ წუთში ვუხსნი ხოლმე, რა თქმა უნდა, ხო უნდა გაიგოს თუ მით უმეტეს წინადადებაში შემხვდა ეს ახალი სიტყვა რას ნიშნავს. კარგით. ილუსტრაციებს და სათაურზე დაყრდნობით თხოვ ვარაუდები გამოთქვან ტექსტის შინაარსის შესახებ. აი ამას ვაკეთებთ. ვარაუდები, რომ რა იქნება ტექსტში. აჰა. დიახ. და კარგად მუშაობს სხვათა შორის ერთმანეთს ეჯიბრებიან, არა ეს იქნება, არა ეს ხოლმე დაიწყებენ. ხო. კი ბატონო, ეს მოტივაციისთვისაც კარგია, მაგრამ ვერ აინტერესებთ დაემთხოვა თუ არა. კი, თვითონაც აინტერესებთ ხოლმე. ეს რომელ ენაზე ჯობია? მშობლიურ ენაზე. რასაკვირველია ჯობია მშობლიურ ენაზე, იმიტომ რომ ვარაუდები შეიძლება ვერ გამოთქვან უბრალოდ ქართულ ენაზე და გაუჭირდეთ. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება მშობლიური ენის მასები დავიხმაროთ, მაგრამ მხოლოდ ამ ორი აქტივობისთვის, დანარჩენებისთვის არა. ტექსტის წაკითხვამდე ვაცნობთ კონკრეტულ საკითხავ ამოცანას, რათა ამ ამოცანის გადაჭრაზე მივმართოთ მათი ყურადღება ტექსტის წაკითხვისას. ეხლა უყურეთ, თქვენ თუ შეამჩნიეთ ჩვენს მასალებში ყოველთვის არის კონკრეტული საკითხავი ამოცანები. აი ეს ვიდეო მასალები როა, მაგას ხო გულისხმობთ ქალბატონო თამარ? გააჩნია, არ ვიცი, ვიდეო მასალა ის ტექსტისგან დამოუკიდებლად შეიძლება იყოს და ტექსტთან მივიდეთ. თქვენ ეხლა მაშინ უნდა ვნახოთ რა შემთხვევასგან ვიხილავთ. რომელი შემთხვევა იგულისხმეთ. უნდა კონკრეტულად ვნახოთ. ნებისმიერ ტექსტთან ხო გვაქვს, მაგალითად ის კახეთში რო იყო ღვინის დაყენება და რაღაცები, ტექსტთან მიმართებაში. ეს ვიდეო მასალა რასაკვირველია, ძალიან დიდი დამხმარე საშუალება არის იმისთვის, რომ აი ეგ გულისხმეს ზუსტად. კი ბატონო, ეს კი. მაგრამ ხო, საკითხავი ამოცანებია ხოლმე. აი ნახეთ, შეიძლება ბავშვს უთხრათ, რომ მშობლიურ ენაზე თუ ქართულ ენაზე ბილინგურის კონტექსტში თუ არა მონოლინგურის კონტექსტში, აი ბავშვს შეათეუნებიან, რომ ეხლა უნდა წაიკითხო ტექსტი. ხო? ძალიან ხშირად მოდ წაიკითხეთ ტექსტი. აი შეხედეთ. ტექსტის წაკითხვა ვთქვით, რომ ძალიან კომპლექსურია და თანაც ერთ ტექსტში ზღვა ინფორმაცია, 1000 რაღაცის გაგება შეიძლება ერთი ტექსტიდან, ასე არ არის? დიახ. და როდესაც ბავშვს ვეუბნებით, აი წაიკითხე ტექსტი, გამოდის რომ ყველაფერი უნდა გაიგოს, რო წაიკითხავს ყველაფერი უნდა გაიგოს ამ ტექსტშია, რაღაც ამ ტექსტშია, თუ რაღაც ეტაპობრივად დავძლიოთ ეს ტექსტი. ეტაპობრივად ყველაფერს როგორ გაიგებს ქალბატონო თამარ ხო და ნახეთ იმისთვის რომ ბავშვის გონება ჩაწდეს დასაძლები იყოს ტექსტის საკითხვა, საკითხავი კონკრეტული ამოცანა უნდა მის ვისთვის კითხულობ ტექსტს, მივხვდით? იმიტომ რომ როდესაც საკითხავ ამოცანას ვაძლევთ,
მან უკვე იცის კონკრეტულად რის გაგებას თხოვს ეს ამოცანა ამ ტექსტში და მისი ყურადღება ამაზე იქნება მიმართული და ეს როგორ გითხართ არის დამხმარე საშუალება მისთვის. მიხვდით? ვიდრე უბრალოდ უთხრა ტექსტი წაიკითხე. გასაგებია? ქალბატონო თამარის აქტივობები რომ არის, თუნდაც კითხვებზე პასუხი სწორი, არასწორია, მაგისთვის ხო ვაკითხავთ ტექსტს, რომ შემდეგ გავაკეთოთ და აბა როგორ ისე როგორ იქნება? ძალიან კარგი. ეხლა ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს. თქვენ ჯერ ტექსტს უკითხავთ თუ ჯერ საკითხავ ამოცანას აძლევთ? ტექსტს კითხულობ კაცო ჯერ და მერე ამოცანებს. ეხლა დავფიქრეთ, ხო არ ჯობია ჯერ საკითხავი ამოცანა მივცეთ და მერე დავაკითხოთ ტექსტი. ჯერ საკითხავი ამოცანა. საკითხავი მივცეთ, ჯერ საკითხავი ამოცანა მივცეთ და მერე წავაკითხოთ ტექსტი. ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია და ისე უკეთესი იქნება ალბათ. აი, ეხლა რომ ფიქრობთ, ესე ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება? ხო. აჰა. რატო? ანუ იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას უფრო მეტად, რაც სჭირდება. დიახ. აი, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, განსაკუთრებით სხვათა შორის იქაც, მშობლიურ ენაშიც. მაგრამ მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეორე ენაში, როცა ბევრი რამე არ ესმის ბავშვს. მაგრამ წინასწარ უკვე მან რო იცის, რომ უი მე აი ეს და ეს უნდა გავიგო, უკვე ამაზე აკეთებს ფოკუსირებას. მიხვდით? ანუ იქ რაღაცები იქნება, რასაც ვერ გაიგებს, მაგრამ ეს საკითხავი ამოცანა არც თხოვს, რომ ყველაფერი გაიგოს. გესმით და ბავშვი უკვე იმას სტრატეგიებს აამუშავებს. ამიტომ აი ეს ტექსტის საკითხვამდე ვაცნობ კონკრეტულ საკითხავ ამოცანას, რათა ამ ამოცანის გადაჭრაზე მივმართო მათი ყურადღება ტექსტის საკითხვისას და არა ყველაფრის გაგებაზე. გასაგებია? დიახ. აგი ზოგადი აზრის გაგების შემდეგ კონტექსტზე დაყრდნობის სირობ ამოვაცნობინო უცნობი სიტყვების მნიშვნელობები. დიახ. ხო, აი შეხედეთ ეს ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს სტრატეგიად იმისთვის, რომ ჩვენ აქტიური მკითხველი გავზარდოთ. ეხლა ნახეთ, თქვენ აი ეს ანალოგია ხშირად გამოიყენება იმაში განათლებაში, რომ ჩვენ შეიძლება თემზები დაუჭიროთ და მივცეთ ბავშვს, მაგრამ შეიძლება ანკესის გამოყენება ვასწავლოთ. ხო? რომ თვითონ დაიჭიროს. კითხვაში ჩვენ უნდა ვასწავლოთ სტრატეგიები, როგორ მიუდგეს ტექსტს, იმიტომ რომ აი შეხედეთ ტექსტის წინაშე ბავშვი თავს უძლურად გრძნობს, რომ ამას რა გაიგებს. და როდესაც საკითხავ ამოცანას აძლევ, როდესაც ასწავლი, რომ აი ეს ნახეთ ხშირად არის, რომ ვერ გავიგე და მორჩა, მაგრამ მოდი ვნახოთ რა გავიგეთ და მე იმაზე დაყრდნობით, აბა რას უნდა ნიშნავდეს? აი კონტექსტზე და რას უნდა ნიშნავდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, გესმით? და შეიძლება ზოგი იმას იტყვის, ზოგი სწორს იტყვის, ზოგი არასწორს, მაგრამ ისინი აღმოაჩენენ, რომ შეიძლება რაღაცა არ ვიცოდე, მაგრამ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გავიგო, რაც არ მესმის ის. მიხვდით? ანუ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის ტექსტებთან, რომ ეს სტრატეგიები ჩავდოთ. მაგრამ ასევე ეს სტრატეგიები გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ის გამოიყენოს. ამიტომ ბავშვი როცა რაღაცას გაიგებს, მე შეიძლება მივბრუნდეთ ისევ რაღაცა ამოცანით ტექსტთან, რომ მე ვნახოთ, რომ აბა უკვე აი როცა ეს გავიგე, ხო? ანუ რაღაც ნაცნობ კუნძულებს ვაჩენთ, ასე ვთქვათ. ტექსტში და მე ესენი რო გავიგე, ახლა ამაზე დაყრდნობით, რაც არ გავიგე, იქნება ახლა მივხვდე რას ნიშნავდა. ხო? აი ეს არის, იმიტომ აი ეს არის მნიშვნელოვანი. კარგით, ახლა მე ვნახოთ, მას შემდეგ რაც კონკრეტულ საკითხავ ამოცანას შეასრულებენ. სათანადო დროს ვუთმობ პასუხების შედარება შეჯერებას, ვისმენ განსხვავებულ აზრებს, პასუხებს და ვთილობ მთელი კლასის ჩაბმას სწორი პასუხების ძიებაში. აი ასეთი სტრატეგიას თუ იყენებთ. აი წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა საკითხავი აი კი და არა სწორია თუ არასწორია პასუხი მაგალითად, ხო? მერე თუ ვთმობთ დროს, რომ მოდი აი ვინ ჩათვალა, რომელმაც ჩათვალეთ, რომ ეს პასუხი სწორია, რომელმაც ჩათვალეთ, რომ ეს პასუხი არასწორია. აი ამას თუ ვაკეთებთ შეჯამებას. ერთად განხილვას ამ პასუხების. აი ეს თუ გაქვთ. და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, აბა რას იტყვით? ალბათ საბოლოოდ მაინც გავიგოთ რომელია სწორი და რომელია არასწორი. ერთი მხრივ ეს უნდა გავარკვიოთ აუცილებლად, დიახ, მაგრამ ამ პროცესში რა ხდება კიდევ?
უწევს თუ არა? რამდენად გაიგეს ტექსტი, რამდენად გაიგეს, გაგება გააზრებასთან არის დამოკიდებული. კი ბატონო. სხვადასხვა აზრის შეჯამება, შეჯერება, გაგება. ველობენ. ანუ ერთი არის რომ თქვენ გაიგეთ რომ ამან სწორად გაიგო, იმან არასწორად გაიგო. მაგრამ როცა ბავშვებს ეუბნებით რომ აბა როგორ ფიქრობ, ეს პასუხია სწორი თუ არასწორი, ამ დროს რა უნდა ქნან ბავშვებმა? არგუმენტები მოიყვანო. ხო, ანუ ტექსტიდან არგუმენტი უნდა მიუბრუნდნენ, ხო სწორია, ტექსტ უნდა მიუბრუნდნენ. ანუ ეს არის ეშმაკობა კიდევ ერთი, რომ მივაბრუნოთ ისევ ტექსტთან, იმიტომ რომ თუ ფიქრობს რომ სწორია, ისევ უნდა დაასაბუთოს, რატო ფიქრობს, მაგრამ ამისთვის ისევ ტექსტთან უნდა მივიდეს, მიხვდით? და ეს კიდევ ეხმარება ბავშვებს, რომ შეიძინონ აქტიური მკითხველის სტრატეგიები. საერთოდ კარგი მკითხველი არის აქტიური მკითხველი. ხო? რომელიც პასიურად კი აი იცით რა არის ეს ადრე წლების წინ მქონდა ასეთი სტატია კითხულობენ მაგრამ ვერ იგებენ ანუ კითხვა იციან მაგრამ როგორ გაიგონ ტექსტი ეს არ იციან და აი ამ აქტიური მიდგომებით ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ არ უნდა გვეჩქარებოდეს სწავლის ჯობია მრავალმხრივად ერთი რამე დამუშავდეს ვიდრე 10 რამე გაიარო და აი ასე წააკითხო კი სწორი არასწორია გადავედით შემდეგზე სწორი არასწორია გადავედით შემდეგზე ბავშვები უნდა დავაფიქროთ რატო ფიქრობს რომ სწორია ან რატომ ფიქრობს რომ არასწორია და იმჯერ უნდა მიუბრუნდებიან ტექსტს და კიდე რაღაცას გაიგებენ და უკვე როდესაც ყველა გაასწორებს უკვე ყველას გაგებული ნამდვილად ექნება და თანაც სტრატეგიებსაც შეიძებენ გასაგებია ხო აგით აი ახლა მაშინ როგორ დაალაგებდით ამას ჩვენ გქონდა მეორე შეკითხვა ხელშემწყობი და შემაფერხებელი მიდგომები გას იმისთვის რომ მოსწავლეს გამომუშავდეს გაგება ტექსტის გაგების უნარები არსებობს ხელშემწყობი მიდგომები და არსებობს შემაფერხებელი აი ამ იმიდან თუ გიდევთ ეს ფურცლები თქვენი აზრით რომელია ხელშემწყობი და რომელია შემაფერხებელი შემაფერხებელი იყო პირველი მე რამდენადაც მახსოვს როცა გავაკეთე ეს კი, იმიტომ რომ აქ თქვენ ყავთ აბსოლუტურად პასიური მოსწავლე, ხო? ანუ პასიურ მდგომარეობაში ტოვებთ. თქვენ თვითონ აი ეს იცით რას გავს ტანმოვარჯიშეს ოზრიდე და ყველა ვარჯიშს რომ მასწავლებელი აკეთებდეს რა. რამდენად გაიზრდება როგორც ტანმოვარჯიშე. ჩვენ თუ აქტიური მკითხველის გაზდა ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ის ვეღარ გაიზრდება. ის პასიურად ზის და შეიძლება იმაზე ფიქრობს. გუშინ ტელევიზორში რო ფილმი ნახა, ვიდეო თამაშობს, იმაზე ფიქრობს ამ დროს. ხო? და ამ დროს მასწავლებელი იწვის, იბძვის, ენერგიას ხარჯავს, მაგრამ მოსწავლე დაკარგულია. მიხვდით, ხო? კარგით, აბა კიდევ რა სიტყოდით, შემაფერხებელ და ხელშემწყობ სტრატეგიებზე. ხელშემწყობი ილუსტრაციაზე დაყრდნობით რომ ვარაუდებ. აუცილებლად, წინარეცოდის გააქტიურება არის ძალიან ისა ხელშემწყობი. იმიტომ რომ ის აქტიურებს იმ ცოდას, რომელიც მე გამოადგება, რომელსაც დაუკავშირებს უკვე ტექსტთან და დაეხმარება ტექსტის გაგებაში. კი ბატონო, და ეს თვითონ ეს შეიძლება მშობლიურ ენაზე გაკეთდეს. დიახ, კიდევ ანუ პირველი და მეორე ალბათ ორივეზე შევთანხმდით, ხო, რომ მეორეზე რას ფიქრობთ? აქ უკეთესი ის არის, რომ თქვენთან უკითხავთ ტექსტს, მაგრამ ისევ თუ სიტყვა სიტყვით უხსნით, ყველაფერი დაკარგულია ისევ. სიტყვა შემაფერხებელია. კი ბატონო, კი ბატონო. ანუ ვერ გავსდით, მკითხველს ვერ ვძით ასე. კარგით, დანარჩენზე რას ფიქრობთ? დანარჩენი უფრო ხელშემწყობი ფაქტორები არის ჩამოთვლილი იყო. პირველი ორის გარდა. აი ახლა კიდევ მესამე ვნახოთ რომ აი ნახეთ როგორ განალაგებდით რიგის მიხედვით რომ რა ვის მერე უნდა შევასრულოთ როცა ტექსტზე ვმუშაობთ. აი რა სიტყოდით. ჯერ წინარეცოდნის გააქტიურება. ანუ ჯერ ვარაუდები უნდა გამოთქვა. წინარეცოდნის გააქტიურებით უნდა დავიწყოთ კი ბატონო. ილუსტრაციები მესამე ნომერი სათაურის მიხედვით. კი ბატონო, ეს მეორე იქნება, ყოჩაღ ძალიან კარგია. შემდეგ ტექსტის წაკითხვა. მაგრამ არა სიტყვით უხსნით.
აი აბა რომელი პუნქტია ეგა? გონი მე-6 თუ მე-5? მე-6 არის ტექსტის წაკითხვამდე ვაცობ კონკრეტულ საკითხავ ამოცანას, ამას გულისხმობდით? დიახ, როგორც დამხმარე აუცილებლად მე უკვე კონკრეტული ამოცანა უნდა მივცეთ. კი ბატონო. მე მე-7 და მე-8 მახსოვდა. ხო. კი ბატონო, მე 7 და ესე იგი მე-7 არის რომ ვცდილობთ ამოვაცნობით უცნობი სიტყვების მნიშვნელობა და მე არის რომ მე-6-ს უკავშირდება რაღაცა საკითხავი ამოცანა რომ შევასრულეთ, მე უკვე დრო დავუთმოთ იმას რომ მივცეთ საშუალება რომ აი მათი პასუხები შევადაროთ, როგორ ფიქრობთ რომელია სწორი და თანაც კლასი იკვლება როგორც ერთი თემი, რომელსაც ერთი მიზანი ამბობს რომ სწორად გაიგოს ტექსტი და ამ პროცესში ერთმანეთს ეხმარებიან და ეს ფიქრობ ძალიან ის არის. კარგი რამ ყველა თვალსაზრისით. კარგით, მოკლედ ეს განვიხილეთ. ეხლა აქ ლაპარაკი იყო წინაზე რომ ერთმანთან თულად ჩათვალა და ხომარჯობიაო რომ ასეთი მოსაზრება იყო რომ ხომარჯობია რომ ვუთარგმნო რომ გაიგოს. ხა თქვენი ამ ყველაფრის მერე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ჯობია თუ არა რომ ვუთარგმნოთ ბავშვს რომ მე ტექსტი გაიგოს. რას ფიქრობთ? ეს სხვა ჯგუფიდან ეს მეორე ჯგუფი იყო ეს მეორე ჯგუფიდან არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ თებჟორიკამდე არ ახართ მისულები. ხო. თებჟორიკა საკმაოდ რთული ტექსტი არის სხვათა შორის. ხო და აი ჯობია თუ არა რომ ვუთარგმნოთ, როცა ტექსტი რთულია და მე წავუკითხოთ ან წავაკითხოთ. აი ამაზე რა მოსაზრება გაქვთ? თუ ვერ გაიგო მოსწავლე შესაძლებელია ცოტა უთარგმნოთ. კი ბატონო, ნახეთ, თუ ვერ გაიგო, მაშინ იქამდე უნდა მივიდეთ, რომ იგებს თუ ვერ იგებს, ხო? დიახ, მაგრამ ხშირად რა ხდება? იცი წინასწარ გამოაქვს დასკვნა მასალებს, რომ ვერ გაიგებს და ამიტომ წინასწარ უთარგმნის. რითი არის ეს? არა, თარგმნა არის ყველაზე ბოლო გამოსავალი, რომ ანუ ვერ მიახვედრე და აი ბოლოს. და შეიძლება აღმოჩნდეს რომ თუ ბოლო გამოსავალია ეს კარგია ძალიან. ხო, მაგრამ წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, ხო? ეხლა რითი არის ცუდი რომ თარგმნოთ ტექსტი, ნახეთ, აბა ვთქვათ. ეჩვებიან რომ უნდა უთარგმნო და თავით ენაზე გაიგონ და არ ცდილობენ რამის გაგებას, ანუ და უკვე თავის ენაზე თუ გაიგო, რაღაცე შეიძლება მე თავი. ხო. ეს ერთი და მეორე კიდევ ატოდება ისა, რომ ესე იგი მე არ შემიძლია ასეთი ტექსტების გაგება, ეს მეორე ცუდი ამბავია, რომ მოტივაციაც უვარდებათ, რომ ვერ გავიგებ და მოტივაცია უვარდებათ, მე მოსაბეზრებელი ხდება, ახლა კიდე ქართულად იმის დაკითხვა უკიდურესად მოსაბეზრებელი ხდება და გარდა ამისა არ იძენ სტრატეგიებს, რა ვქნა, როდესაც რთულია ჩემთვის ტექსტი. აი ამ დროს სწორედ კარგი არის, რომ სტრატეგიები ავამუშაოთ. კარგით, თუ გნებავთ ეხლა ის თებჟორიკას ტექსტი ერთად განვიხილოთ, ან თუ თქვენ გირჩევნიათ რა მასალაზე ცხარ და რაზე თქვით, რომ მათ გაუჭირდება, თუ გინათ ის განვიხილოთ, როგორც მე თქვით, რა ვიცი. თებჟორიკა განვიხილოთ, მე მისჩვენია. კარგი, თუ გინდა ორივე ქნათ, ჯერ თებჟორიკა და მე. სადღაც მე მგონი, ხო, აი გახსნილი მაქვს და ისა გაზიარების, ხო, მანადა თუ მომცემ გაზიარების უკრებას. ეხლავე აი უნდა ჩაგერთოთ ახლა. კი, აი ჩამერთო, მადლობ მან. აბა. აი აქ ახლა მე მაშინ მაქვს სადაც ვიპოვე ვორდში სანამ გადავცემდი და აი ეს არის თქმულება თებჟორიკაზე. ძალიან მიყვარს ეს. აი ახლა დააკვირდით, მოდი დავაკვირდეთ როგორ მიდის პროცესი, ხო? თუშეთის მთებში ცხოვრობს უცნაური ტყის ქალი სახელად თებჟორიკა. ამ სურათზე მისი აჩრდილია. როგორია თებჟორიკა? თავის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმას აჩვენებს,
და აქ რაღაც დამაინტრიგებელი სურათია, ხო? ეხლა ნახეთ, როცა წაიკითხავთ ტექსტ ტემჟორიკაზე, დახატეთ, როგორი წარმოიდგინეთ მისი ნამდვილი სახე და შემდეგ ისაუბრეთ. შეგეშინდებოდათ მისი, მოგინდებოდათ მისი სახლში მოყვანა, მისი რომელი თვისებები მოგწონთ, რომელი არ მოგწონთ. კარგით, ეხლა დავაკვირდეთ ამას, რომელ ენაზე წარიმართება ეს აქტივობა? ეს მშობლიურ ენაზე ჯობია ჩემის აზრით. კი, აუცილებლად ეს უნდა იყოს მშობლიურ ენაზე. აი, რა ფუნქცია აქვს ამ დავალებას თქვენი ამ აქტივობას თქვენი აზრით? ანუ წარმოდგენა შეექმნათ როგორი იქნება. ანუ შემდეგ ხო გვაქვს ჩვენ გვევით ტემჟორიკას ტექსტი, ხო? აი, აქ თქმულება ტემჟორიკაზე, ხო? აი, ამასთან მიმართებით, აი ამ აქტივობას რა ფუნქცია აქვს? გარკვეულწილად ამზადებს თუ არა რაღაცა მოსწავლეს აი იმ ტექსტის გასაგებად. კი, როგორ არ ამზადებს? ყველა კითხვა. შეგეშინდებოდათ მისი სომხურად რო ამუშავებენ, ესე იგი რაღაცა უკვე უნდა წარმოიდგინო ისეთი არსება, რომ შეეშინდეთ. ისეთი არსება წარმოიდგინო, რომ შეეშინდეთ კითხვაში რო არის. უკვე დაახლოებით ხვდებიან, რომ რაზეა საუბარი. კი ბატონო, ანუ ექნებათ უკვე წარმოდგენა ეს ტექსტი რაზე არის, ხო? უცნაური ტყის ქალი ცხოვრობს. უკვე აი ეს ზოგადი წარმოდგენა რომ რასთან ექნებათ საქმე, ხო? ეს ექნებათ. შემდეგ აქ აჩრდილია მოცემული, ხო? ანუ გარკვეული ინტრიგაც არის, ხო, ჩადებული, რომ აი როგორია ტემჟორიკა, ხო? კიდევ რას იგებენ, რომ რა მახასიათებელი აქვს, რომ თავის ნამდვილ სახეს არ აჩვენებს ყველას, ხო? ეს უცნაური არსება. და ასეთი დავალება არის, რომ მე უნდა დახატოთ თქვენ როგორი წარმოიდგინეთ. ანუ მას მერე რას იცინი ტექსტს აიკითხავენ, ყველამ უნდა დახატოს როგორი წარმოიდგინა, იმიტომ რომ წარმოდგენები იქნება სხვადასხვა, რა? შექმნის თუ არა გარკვეულ განწყობით მზაობას იმისთვის, რომ ეს ტექსტი წაიკითხონ, შექმნის თუ არა ეს აქტივობა გარკვეულ მოტივაციას, რომ გაიგონ რა ხდება ამ ტექსტში და ვინ არის ეს ტემჟორიკა. ვფიქრობ დაინტერესებთ, რომ რაზეა საუბარი და ამაშია საქმე, ხო? ამიტომ ნახეთ, ეს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ აქტივობის გარეშე. ძალიან გაჭირდება მე იმ ტექსტთან მისვლა. ანუ ეს აქტივობა არის გარკვეული შემეცნებითი და განწყობითი მზაობის შექმნა იმისთვის, რომ მათ შემდეგ ეს ტექსტი გაიგონ. ხო? ანუ მოტივაციას ხომ იცით, რომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ფიქრობ, რომ აი ეს დავალება იქნება თუ არა ამ ბავშვებისთვის საინტერესო. აქ უკვე მისი თვითონ როგორ ეს ეხება მის პიროვნულ სიმებს, რომ მან უნდა დახატოს, მან უნდა თქვას, როგორი წარმოიდგინა, მან უნდა თქვას, რა მოეწონა და რა არ მოეწონა, ხო? გესმით? ანუ ეს არის იმისთვის, რომ მეტი ჩართულობა იყოს კონკრეტული თითოეული ბავშვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლიურ ენაზე ეს ყველაფერი კარგად გაირჩეს და კარგად გაიგონ აქ ყველაფერი ბავშვებმა. გასაგებია, ხო? შეიძლება თუ არა ამ სურათის მიხედვით კიდევ დამატებითი შეკითხვები დასვათ მაგალითად. კი, რატო დახატეს ასეთი, რატო წარმოიდგინეს თავიანთ ნახატის მიხედვით, შეიძლება იმსჯელონ და ეს კი, ეს როცა დახატავენ და აი ეს სურათი რო არის აქ. დაუშვათ აქ შეიძლება, ხო? აი როგორ რას ხედავენ სურათზე? რას მიამსგავსებენ და ასე შემდეგ, რა ვიცი. როგორი ბუნება მაგალითად. ხო, აი საცხოვრობს მაგალითად სად გამოჩნდა, ხო? ეს აჩვილი, ну აი რაღაცა ის შეიძლება. კარგით, ნახოთ ახლა შემდეგი ტექსტის წაკითხვამდე დააკვირდი ილუსტრირებულ ლექსიკონს და მოამზადეთ ორენოვანი ლექსიკონი. ხედავთ, აქ თვითონ ბავშვი საერთოდ ჩვენ გვაქვს ეს ისა, რომ თვითონ ბავშვებმა შექმნან ლექსიკონები. ის კი არა რომ უბრალოდ მივაწოდეთ, არამედ თვითონ შექმნან. მივხვდით? მაგრამ რა არის ცერი? ნახეთ, აქ არის გამოტანილი ისეთი სიტყვები, რომელთა გაგება იქნება მნიშვნელოვანი ტექსტის გასაგებად, ხო? აი ცერი, მუჭი, სამკაული, ფრჩხილი, ხანჯალი, იმიტომ რომ საკვანძო მნიშვნელობის არის, მაგალითად ფრჩხილი, თუ წაიკითხეთ ტექსტი, ანუ თუ გნებავთ მე და თქვენ ჯერ ტექსტი წავიკითხოთ, იმიტომ რომ ესე უფრო მიხვდებით.
ანუ ნახეთ თებჟორიკა გადმოცემის მიხედვით ტყის ქალივითა. იგი ადამიანებს სამკაულებით მორთული გამოეცხადება და ბნელში ანათებს. თებჟორიკას ხმა არ უნდა გასცეთ, თორემ დაგამარცხებს. ამბობენ, რომ თებჟორიკას დაჭერა შეიძლება, თუ მის ცერათიც მუჩში მოიმწყდევ. თებჟორიკას შეუძლია ხან კატად გადაიქცეს, ხან ძაღლად, ხან გველად. თუ არ შეუშინდები, თავის ნამდვილ-სახეს მიიღებს და დაგემორჩილებ. თებჟორიკას თურმე ძალიან ეშინია ხანჯლის. ამიტომ თუ დამარცხებულ თებჟორიკას ფჩხილს მოაჭრი და ხანჯლის ქარქაში ჩადებ, ვერსა წაგივა. ყველაფერს დაგიჯერებს. ოღონდ უგუღმა უნდა ელაპარაკო. თუ ცეცხლის დამთება გინდა, უნდა უთხრა ცეცხლი ჩააქრე. წყლის მოტანა თუ გინდა, წყალი არ მოიტანა. თებჟორიკას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, საქონლის და ბავშვების მოვლა, ყანის მომკა. ამბობენ, რომ თებჟორიკას უზარმაზარი ოდებისგან ციხეების აშენებაც კი შეუძლია. ასევე შეუძლია სხვისი ნაფიქრის გამოცნობა. გადმოცემის მიხედვით თებჟორიკა ოჯახს ხვავით და ბარაქით ავსებს. ამიტომ უნდათ ოჯახში ყოლოდათ. რა უცნაური პერსონაჟია რა. ქალები ვით უცნაურია. ერთ ოჯახში თურმე თებჟორიკა დიდხანს ყავდათ ტყვეთ. ერთხელ სახლის პატრონები სადღაც წავიდნენ, თებჟორიკა კი შინ დატოვეს საქმეების გასაკეთებლად და პატარა ბიჭის მოსავლელად. თებჟორიკამ ბავშვს უთხრა, შენ რა კაცი ხარ, კედელზე რო ხანჯალი კიდია, იმასაც ვერ ამოსწევ ქარქაშიდანო. როგორ ვერ ამოვწევო, თქვა ბიჭმა, ჩამოიღო ხანჯალი კედლიდან და ქარქაშიდან ამოიღო. აბა ქარქაში გადმოაბრუნეო. ბიჭმა ქარქაშიდან თებჟორიკას ფჩხილი გადმოვარდა. თებჟორიკამ დასტასა ფჩხილის ხელი და გაიქცა. ასე ითავისუფლებდა თავისი მოხერხებულობის წყალობით. კარგით, მართლაც რთული ტექსტი არის ესა. მართლაც რთული ტექსტი არის. კარგით, ეხლა ჩვენ ვნახოთ აი აქ რაც უნდა შეავსონ, როგორ ქმნიან ამ მშობლიური ენის, რა ქვია, ლექსიკონს თვითონ. ანუ უნდა დააკვირდეს სურათებს. ნახეთ, ეს იმისთვის არის, რომ უფრო აქტიურად იყოს ბავშვი, აი ცერი, ხო? უნდა იპოვოს, სად არის ცერი, აგერ არის ცერი, ხო? ცერი და აქ უკვე მშობლიურ ენაზე უნდა მერე მუჭი, ხო? ნახავენ სად არის მუჭი, ჩაწერენ. სამკაული, ის კარგი ყოფილია, ის აქ არეულად რო ყოფილიყო, ხო? არის არეულად. სამკაული ფჩხილი, თქვათ უნდა იპოვონ აგერ ფჩხილი, ხო? სამკაული, ხო, ჯერ ფჩხილი სამკაული ორჯერ არის, თუ ხო, ხანჯალი, მოკლედ აგერ ხანჯალი. ой, ლოდები აკლია? ქარქაში, ხო? აი ეს ხანჯალი და ქარქაში ნახეთ, ხო, მნიშვნელოვანია, რომ რა არის ქარქაში, რა არის ხანჯალი, იმიტომ რომ ფჩხილს, ნახეთ, ფჩხილს დევს ქარქაში, ხო? და ქარქაში დევს ხანჯალი. გასაგებია, ხო? ჯადოქარი, ხედავთ, აქ აკლია ჯადოქარი, გამორჩენილია, ხო. აი რაც იქნება შეცდომები მოინიშნეთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ახალი მომავალი წლის ახალ ვერსიებში ყველგან უნდა შესწორებები შევიტანოთ. აი ხა აღმოაჩინე, რომ ჯადოქარი აკლია და ლოდები აკლია, აი რა ცუდია, აი. კარგით, მოკლედ აი ამ მშობლიური ლექსიკონს შექმნის დაამატებინებთ ასევე ლოდებს და ჯადოქარს, ხო? აი რამდენს ვკითხულობ და მაინც შეცდომები გაფარულია. აწი მონიშნეთ რა და მე მანანა შეაგროვებს და მოგვაწვდის. ესე იგი, შექმნა აი ეს ლექსიკონი. ახლა გეკითხებით თქვენ, ეს ლექსიკონი ამ ლექსიკონს როგორ ვიყენებთ? ვეუბნებით, რომ ახლა ეს სიტყვები დაიზეპირე და მე უგზავნავთ, რომ აღარ ჩაიხედო, თუ ვეუბნებით, რომ გამოიყენე ეს შენ მიერ შექმნილი ლექსიკონი. გამოიყენე, ჩაიხედე, გააკვირდი, ნახაც. აუცილებლად. ანუ ამ ლექსიკონების ფუნქცია ის არის, რომ ბავშვის უნდა ედოს და მუდმივად, როცა კი საჭიროება აქვს, ამ ლექსიკონში უნდა იყენებდეს. გასაგებია, ხო? კარგით. ანუ ეს რაღაცა მოსამზადებელი სამუშაოა ლექსიკაზე, ხო? რომ შემდეგ ეს ლექსიკური, როდესაც ტექსტის გაგებაზე იმუშავებს, თან ეს ლექსიკონი უნდა გამოიყენოს.
ეს შეიძლება ვთხოვოთ მაგალითად რომ აი რომელი სიტყვები შეგვხვდება ლექსიკონიდან გავსვი ხაზი რომ უფრო მეტად დააგავშიროს ლექსიკონი წაკითხვასთან ეხლა ვნახოთ ჩვენ მომდევნო ჯერ მშობლიურ ენაზე თარგმნეთ ქვემოთ მოცემული სათაურები შემდეგ წაიკითხეთ ტექსტი და მონაკვეთები დაასათაურეთ აი ეხლა გეკითხებით რატომ არის მნიშვნელოვანი რომ აი სათაურები მშობლიურ ენაზე თარგმნოს აქ ჩვენ გვაქვს უპუღმართი თებჟორიკა მოხერხებული თებჟორიკა, ყოჩაღი თებჟორიკა და თებჟორიკას ჯადოქრო. ხო, ანუ ყველა გავჩვდით. არა, მე ვიტყვი სულ მე ვლაპარაკობ ალბათ. ხო, აბა სხვა ამოიღეთ ხმა მეგობრებო. ერთი ვინმე დაასახელი ბანანა სხვა. რატო არის მნიშვნელოვანი? თუ ვერ გაიგო სათაურის მნიშვნელობა სიტყვა, მაშინ ვერ დაასათაურებს. ხო, აუცილებლად ეს ამ სათაურების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს, რომ მერე შეძლოს დასათაურება, ხო? კი ბატონო. კიდევ გაგება გააზრებისთვის. გაგება გააზრებისთვის. გარდა ამისა, აქ რა ჩანს? თებჟორიკას რა ისინი არის აქ? თვისებები? დამახასიათებელი თვისებები. ხო, დამახასიათებელი თვისებები. ანუ რაღაცით კიდევ გაეცნობა ამ თებჟორიკას. ხედავთ, ანუ აქედან მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებს. და თანაც იგებს, რომ ოჰო. ბოდიში როგორია თებჟორიკა? აჰა. ხო, როგორი არის რა თვისებები აქვს თებჟორიკას იგებს? იგებს დაახლოებით ესე იგი რა გამოჩნდება ტექსტში ხო თებჟორიკას შესახებ და ჩვენ ახლა ვეუბნებით რომ მონაკვეთები დაასათაურეთ. აი შეხედეთ აქ გვაქვს ჩვენ 4 მონაკვეთი. ახლა მე თქვენ გეკითხებით იმისთვის რომ მონაკვეთები დაასათაუროს საჭიროა თუ არა მთლიანად გაიგოს ეს ტექსტი თავის 4-ვე მონაკვეთის დეტალური გაგება მოხდეს. დეტალური გაგების გარეშეც შეუძლია მოსწავლეს დაასათაუროს. აი კი ბატონო. მოხეშინა არსიც რომ გაიგოს კი ბატონო. ამიტომ აი როგორ მივუდგეთ ახლა საკითხს აქ ჩვენ რა ვქნათ აი და ესე იგი მშობლიურ ენაზე გაიგო ხო ეს რას ნიშნავს ხო? აი ამის მერე რას ვაკეთებთ? მერე დავასათაუროთ იქ ჩავაწერინოთ პირველი რომელია მეორე მესამე ამ ტექსტში სათაურების შეუძლია. კი ბატონო, ნამდვილად ასე უნდა ვქნათ, მაგრამ აი პირდაპირ მეუბნებით რომ მიდი ახლა ისა პირველი სათაური მე ჩაწერე 4-ვე სათაური. აი როგორ წავა მოსწავლე? აი წარმოიდგინეთ რომ მოსწავლე ხართ, ან თქვენი მოსწავლეები წარმოიდგინეთ, აი როგორ წავა ამ პროცესში? როგორ? გამორიცხვის მეთოდით პირველად იმ სათაურს შეუსაბამეს რომელიც მისთვის მარტივი ტექსტი იყო და ადვილად გასაგები. ხო, ოღონდ როგორ გაიგოს რომელია მისთვის უფრო ადვილად გასაგები? კარგით. ხო, მარჯობია ასეთი რამ რომ მოდით ჯერ პირველი მონაკვეთის სათაური ვიპოვოთ. აი ასე ხო არ წავიდეთ. დიახ, მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ჯერ ანუ გაიაზრონ, აი ვთქვათ, ხომ წავიკითხეთ პირველი ნაწილი. აი აქ გაიაზრონ ბავშვობა რაზეა საუბარი. ანუ თებჟორიკას რა თვისება ჩანს, თვისებაზეა საუბარი. ეს უნდა გაიაზროთ. მოდით ტექსტს დავხედოთ, ხო? ესე იგი აქ სათაური იმისთვის რომ სათაური ვიპოვოთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ ტექსტში იმისთვის რომ ჩვენ ვიპოვოთ რომელი სათაური მიესადაგება. საკვანძო სიტყვები? ხო, რომელი აქვს საკვანძო სიტყვა ან საკვანძო წინადადება. ესე იგი აქ თუ მოვნიშნავთ წერა შეუძლია წერა აქვთ, მუჭი აქვთ. ეს ჯადოქრობაზია, ანუ ხო თუ რა არის პირველი? ნახეთ, მგონია რომ თებჟორიკას შეუძლია ხან გადაიქცეს ხან გველად.
ხო? დიახ. აი, მე მგონია, რომ საკვანძო წინადადება არის აი ეს, ხო? ჯადოქრობა რა ანუ თქვენ ხართ მასწავლებელი, თქვენ იცით, რომ იმისთვის რომ დაასათაუროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აი ეს გაიგოს. ხო? ეხლა აქ წესი და რიგით მეხუთე კლასელმა ქართულად კატაც იცის, ძაღლიც იცის და გველიც იცის, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ იცოდეს, ხო? რა თქმა უნდა. ხო. აი, ნახე, კატად გადაქცევა, ძაღლად გადაქცევა, ყველად გადაქცევა. აი, გადაიქცეს ეს სიტყვა იცის თუ არ იცის. აი გადაქცევა გადაქცევა არ იცოდეს, მაგრამ შეიძლება გადაქცევა არ იცოდეს, მაგრამ ზღაპარი ჯადოსნურობა უფრო იცოდეს, ვიდრე გადაქცევა ჩემის აზრით. კი ბატონო. ეხლა შეხედეთ, ანუ აქ სხვადასხვა რამე შეიძლება გავაკეთოთ. ანუ უკვე ვიცით, რომ ეს არის საკვანძო, ხო? თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, აი რაღაცა ზღაპრიდან გაიხსენოთ, რომ აი რომელიღაც ისა ბაყაყი გადაიქცა პრინცად, ის გადაიქცა იმან და დაუშვათ ამასთან მიმართებით შეიძლება წინასწარ ეს აუხსნათ, რომ რას ნიშნავს გადაქცევა. მაგრამ ან შეიძლება პროცესში აი რას ნიშნავს კატად გადაიქცა, ძაღლად გადაიქცეს კატად, ხო? აი ეს შეიძლება ეს კითხოს პროცესში. ეხლა მე ასე გავაკეთებდი, რომ ამ მონაკვეთს ვეტყოდი, რომ მოდით ვიპოვოთ პირველი მონაკვეთის სათაური, ხო? და მე წაგიკითხავთ ამ მონაკვეთს და მომისმინეთ, ხო? ეს კარგად უნდა გაიგონ, რომ ამ 4-დან რომელი იქნება ამის სათაური. მე ვუკითხავ ამ იმას რა ქვია მონაკვეთს, ხო? ნუ აქ შეხვდება ცერა და მუჭი, რომელიც იქ არის ახსნილი, დავუშვათ. და რომ წავიკითხავ, გავანახვილებ, აქცენტს გავაკეთებ ამ წინადადებაზე. თებჟორიკას შეუძლია ხან კატად გადაიქცეს, ხან ძაღლად, ხან გველად, ხო? და აქ უკვე ჩავერევი, რას ნიშნავს კატად გადაიქცეს, ძაღლად გადაიქცეს, გველად გადაიქცეს, ხო? მივცემ საშუალებას, რომ ეხლა მაგათ იციან მშობლიურიდან უკვე თებჟორიკას შესახებ, რომ ნამდვილ სახეს მხოლოდ იმას აჩვენებს, ანუ შესაბამისად მისი ნამდვილ სახე არ ვიცი და იშება ამას. აი ამაზე და შემდეგ უკვე როდესაც მე დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს წინადადება მათ გაიგეს, უკვე ვეუბნები, რომ მოდი შევარჩიოთ სათაური. გასაგებია? დიახ. და შეიძლება ეს სათაური შევარჩიოთ. ხო, მოკლედ ასე გავაკეთებთ მეორეზე, მაგრამ მეორეში მე მგონი უფრო ადვილად არის საქმე, იმიტომ რომ აქ არის უკუღმართი თებჟორიკა და ბავშვები გაიგონებენ თუ არა უკუღმა უნდა ელაპარაკო, ხო? უკუღმა უნდა ელაპარაკო. აი ეს სიტყვა უკვე არის ისეთი მიმანიშნებელი, რომელიც ადვილად აპოვნინებს მათ, რომ უკუღმართია თებჟორიკა, ხო? დიახ. ეხლა თუ ცეცხლის დანთება გინდა, უნდა უთხრა ცეცხლი ჩააქრე, ან თუ წყლის მოტანა უნდა გინდა და წყალი არ მოიტანო, ხო? ამაზეც შეიძლება, რომ პირველად, როცა თქვენ უკითხავთ, აი უკუღმა უნდა ელაპარაკო. რასაკვირია, უკუღმაზე დასვამთ აუცილებლად აქცენტს, ხო? და ამითი მოხდება მოკლედ იმ მეორის შერჩება და ამ მონაკვეთიდან რაღაცას გაიგებენ. აი შეიძლება ამაზე გაამახვილოთ ყურადღება და ახლა შეკითხვები იგებენ, ვერ იგებენ და დაეხმაროთ, რომ თქვათ ეს გაიგონ. მესამეში რა გვაქვს ჩვენ ესე იგი უზარმაზარი ლოდები, ხო აი ეს ლოდები აუცილებლად ხო რა შეუძლია თებჟორიკას. აქ იქნება ალბათ მოხერხებული, ხო? აი ლოდები მაგალითად, აი თებჟორიკას უზარმაზარი ლოდებისგან ციხეების აშენება შეუძლია. აი ლოდები, აბა ნახოთ ლექსიკონში რას ნიშნავს ლოდები, ხო? თებჟორიკას ეს შეუძლია. აქ ფიქრობ უფრო ყოჩაღი თებჟორიკა, რადგან მოხერხებულობაზე მეოთხეში უფრო იგი მართალია, ყოჩაღია. ყოჩაღია, კი. ხო. აი აქ შეიძლება ამ წინადადებაზე ვიმუშაოთ, ხო, ბავშვებთან. და ვეცადოთ, რომ თვითონ ახსნა ნახონ იქ ლოდი რას ნიშნავს და რა ვიცი ახლა რაღაცა ცოდნები აქვს მაინც ქართულში ცოტა მაინც არა. და აი მეოთხე რომელიც ყველაზე ისეთი არის, აქ ჩვენ გვაქვს რომ მოხერხებულია, სადღაც არის მონაკვეთში, სად არის? ბოლოში არის.
ასე ითავს, ხო, თავისი მოხერხებულობის წყალობით, ხო. აჰა, ხო. ანუ ამითი რაღაცა პირველი დამუშავება მოხდება ტექსტების და ცოტა უფრო აზრზე მოვლენ, რაღაცა თვისებები აქვთ, გაიგეს ზოგადი შინაარსი რა არის პირველის, მეორეს, მესამესი და მერე უკვე სხვათა შორის აქ შეიძლება მეტად მოხდეს დამუშავება ტექსტის, სამწუხაროდ ჩვენ ისეთ ვადებში გვიწევდა მუშაობა, რომ მაგრამ ეხლა რომ მიმიშვა კიდე დავამატებდი სხვა ამოცანებს, ვთქვათ, მიმართულს პირველზე, მეორეზე, მესამეზე. მაგრამ ჩვენ აგვაქვს, რომ მცირე ხაზი გავუსვით, ყველა უცნობ სიტყვას მცირე ჯგუფებში სათავე სიტყვის უშობს გაგება, ყველა შემდეგ თანაკლასელთან, მასწავლებელთან და დაფაზე შეადგინეთ ორენოვანი ლექსიკონი და ბევრში გადაიწერეთ. ანუ აქ ნახეთ, ეს არის საკითხავი ამოცანა. მე მგონი, მე წყვილებში ალბათ წყვილებში ან ჯგუფებში ვამუშავებდი და დავუშვათ ის მოსწავლეები, რომელიც ძალიან სუსტები არიან, იმათ ერთად დავსვამდი და მათთან ერთად დავждებოდი და დავიწყებდით. მოდით პირველ იმაში მონაკვეთში ხაზი გავუსვათ იმ სიტყვებს, რომელიც ჩვენ არ გვესმის. ეხლა ამის წაკითხვის დროს რაღაცებს გაიგებენ, რაღაცებს გაუსვამენ ხაზს. მე მიაქცევინებთ ყურადღებას, რომელი არის ის სიტყვები, რომელიც მათ აქ ისედაც აქვთ, აი აქ მოცემული, ხო? და შემდეგ უკვე ამ ლექსიკონს შევადგენთ და უკვე ვიმუშავებთ ამაზე დაყრდნობით პირველ აბზაცზე, რომ თქვენ ამის შემდეგ მივხვდით, ხო? ანუ ჯგუფებში ან წყვილებში მუშაობენ, დაბალი მზაობის ბავშვებთან თქვენზე ხართ და მათთან ერთად მუშაობთ და მხარდაჭერა აქვთ დიდი თქვენი მხრიდან. ხაზს უბრალოდ უნდა გავუსვამ ხაზი იმ სიტყვებს, რომელიც მათთვის უცნობია, შემდეგ პატარა ლექსიკონი შეადგინოთ და მე ვიმუშაობთ ამ პირველი აბზაცის გაგებაზე. ანუ ლექსიკონის დახმარებით უკვე ცდილობენ, რომ გაიგონ რა ხდება ამ აბზაცში. გასაგებია, მეგობრებო. დიახ, ანუ ქალბატონ თამარა, აქ როგორც ვთქვი, მე-11 და მე-12 აქტივობაზე ფაქტიურად ერთად მუშაობთ, ნუ უფრო მე-12 აქტივობას ვაკეთებინებთ ბავშვებს და მერე უკვე ვთხოვთ, რომ მე-11 აქტივობაზე ეს სათაურები დაასათაურონ, რადგან კარგად როცა გაიგებენ უკვე ყველა. არა, მე მგონია, რომ უმჯობესი არის ჯერ გაკეთდეს მე-11. რა ვიცი, მე ესე მგონია, რომ იმიტომ მე-11-ს გასაგებად ყველაფრის გაგება არ ჭირდებათ. რაღაცას იგებენ პირველი მონაკვეთიდან, რაღაცას იგებენ მეორედან, რაღაცას იგებენ მესამედან. და მეოთხედან. კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე უკვე მათთვის ეს ამ უცხო სიტყვების ამოცნობა და თარგმნა ეს იქნება უბრალოდ აქ დაწერა და მეტი არაფერი. ანუ ამის დასწავლას იმიტომ რომ მაგრამ აქ ხო ბევრი უცნობი რამე დარჩება. მაგიტომ ამბობთ, ხო? დიახ. არა, აქ ბევრი რამე უცნობი რჩება. აი მაგალითად ეს მოხერხებულობა რაში მდგომარეობს და როგორ გაიქცა და როგორ მოატყუა ეს ბავშვი. ეს აქ ამბავი რო არის, ეს სულად უცნობი რჩება მათთვის. მაგრამ კი ბატონო, შეგიძლიათ ასეც გააკეთოთ, მაგრამ მაშინ თუ ასე გააკეთებთ, აქ აუცილებლად ერთად უნდა იმუშაოთ, ჯერ პირველ მონაკვეთზე, მერე მეორე მონაკვეთზე, მერე მესამე მონაკვეთზე. საინტერესო იქნება ზოგმა ჯერ მე-12 გააკეთებთ, მერე მე-11, ზოგმა პირიქით და მერე ვნახოთ, სად უკეთესად იმუშავა. კი, შევეცდებით. ხო. ნუ ხო, რთული ტექსტი ნამდვილად არის. ეს არის ყველაზე რთული ტექსტი, რომელიც ამ მასალებშია მე მგონი. მაგრამ ნუ საინტერესო იქნება ამის დამუშავება, მაგრამ აი მონაკვეთით უნდა წახვიდეთ აუცილებლად. ვნახოთ შემდეგი აქტივობა რა გვაქვს. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტი, შეარჩიეთ ფულებიდან ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, შემდეგ დახატეთ შერჩეული მონაკვეთის შესაბამისი ნახატი და გაუკეთეთ წარწერები. თქვენი შესრულებული ნახატები კეთილზე ან დაფაზე გამოაკარით შინაარსის თანმიმდევრობით, ისაუბრეთ რომელი მონაკვეთია ნახატზე წარმოდგენილი, ხმამაღლა წაიკითხეთ შესაბამისი წარწერები. შესაძლებელია ბზორიკის ელექტრონული კომიქსის შექმნაც. ხო.
ნუ ეს მე მგონი ძალიან ისეთ კარგ мотиваციას გამოიწვევს და ამ ტექსტთან ისევ მიაბრუნებს ამ ბავშვებს რა. აქ უკვე უფრო გასიეთრო გაადვილებული იქნება ამოცანა რა. და შეარჩევენ ახლა აქ ალბათ სხვადასხვა პასაჟები მოეწონება სხვადასხვა ბავშვს, ასე მგონია რა. რა ვიცი, როგორ ფიქრობთ? ხო, მოკლედ ეს არის სტეპჟორიკას ამბავი და აი მე არ უნდა დაგამიწყდეთ მიბრუნება იმ პირველ დავალებასთან, ხოლმე მშობლიურ ენაზე იყო ნათქვამი, აი აქა ხო. როგორი წარმოიდგინეთ და მე თვითონ ისაუბრებენ რომ აი შეეშინდებოდა თუ არა რომ შეხვედროდა მოუნდებოდა თუ აი თუ ნათქვამია რომ უნდა სახში ყოფნა იმიტომ ბარაკა მოაქვს ხო სახში მოყვანა ხო რა ვიცი მოკლედ აი ასე შეიძლება თვითონ ავტორებს ანუ ჩემი ჩათვლით რასაკვირველია უფრო მეტი საკითხავი ამოცანა ჩაგვერთო, მაგრამ ნუ უკეთ ვერ ვასწრებთ ამდენ რამეს, თუმცა თუ აღმოაჩენთ, რომ აი ასე ვერ ამუშავებთ, შეიძლება კიდე რაღაცები დავამატოთ. მაგრამ საინტერესო იქნება, რომ აი ამ მეთოდით იმუშაოთ ამ ტექსტთან. აქ აკლია ილუსტრაციები არის საჭირო კიდე რა. ხო, ილუსტრაციები უნდა იყოს, კი. აი ეხლა ხელოვნური ინტელექტი იძლევა მაგის საშუალებას და მე ვეცდები რომ გავაკეთო ეგენი. აუ, ილუსტრაციებს. ხო, ამ ტექსტში რომ ჩვენ ჩავდოთ ილუსტრაციები, აქ უკვე აი ილუსტრაციებზე დაყრდნობით ვარაუდების გამოთქმა და ამით გამდიდრდება ძალიან ტექსტი და მისი დამუშავებაც, სხვათაშორის ილუსტრაციებს თუ გააკეთებ, მაგრამ რა მე დავუვთავ იმას, დამატებით საკითხავ ამოცანებს. აი, როდესაც ეს რესურსი იქნებოდა, მაშინ არ იყო იმდენად და აი ეხლა უკვე ისეა, რომ აი მაგისი მოხერხებულობაც შეიძლება გავაკეთებინოთ და ისეთი სურათი იყოს. აი ეს აისახოს რა ტექსტები რაც არის, ხო, ეს სამი ტექსტია თუ რამდენიც არის. თავისი შესაბამისი ისინი რო ჰქონდეს ილუსტრაციები მაგას. ხო, და შეიძლება მაგის გაკეთება. კი ბატონო.